ეთერში მუშაობას იწყებს კურიერი. ყალბი ამბების გავრცელება და დეზინფორმაციაზე დაფუძნებული ანგარიში ასეთია მმართველი გუნდის შეფასება რასა იუკნევიჩიანის განცხადებაზე. საქართველოს შესახებ ანგარიშის ავტორმა რეზოლუციის მიღების შემდეგ სტრასბურგში ბრიფინგი გამართა. მზია ამაღლობელთან დაკავშირებით კი თქვა, რომ ჟურნალისტი ციხეშია, მას ცემეს და მკურნალობის საშუალება არ ეძლევა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ევრობიუროკრატები ლობისტური მიზნებით კანონიერად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტირებისთვის აღარაფერს ერიდებიან, მათ შორის არც ისეთი ყალბი ამბების ტირაჟირებას, როგორც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით იუკნევიჩიანემ გავრცელა. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. ლელა ჯავახიშვილი გვერდება პოლიტიკური განცხადებებით. ლელა, როგორია გამოხმაურებები თბილისში? უხეში ტყუილი, ასე აფასებს რასა იუკნევიჩიანეს ნათქვამს პრემიერ-მინისტრი. მანამ საკითხზე მედიასთან კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებას აქვს კონკრეტული მიზეზი, რაც ამ საქმის სპეციფიურ მნიშვნელობას უკავშირდება. ქალბატონის მენტალიტეტი თქვენ იცით, ხო? ჩარჩენილია რაღაც პოსტსაბჭოთა აზროვნებაში და აქედან გამომდინარე მარტივად ამბობს ტყუილებს. ხო, ეს არის პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის გამოხატულება. არავითარი ფასი არ აქვს, რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსების განცხადებებს. რამდენად უხეში ტყუილებს ამბობს ეს კონკრეტული პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსი საზოგადოება ხედავს. თვითონ ნახეთ ეს შემთხვევა მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რატომ? იმიტომ რომ მათ ჰქონდათ განზრახული საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაგნენება. იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ თუ დაგნენდება ძალოვანი სტრუქტურები, დაგნენდება მთლიანად სახელმწიფო. რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელმა ამ კუთხით შეასრულა კონკრეტული დაკვეთა, ხო? მას ჰქონდა მცდელობა დაეგნენებინა ძალოვანი სტრუქტურები, დაეგნენებინა პოლიცია, თუმცა ამაზე მიიღო ზუსტად ის პასუხი, რა პასუხიც უნდა გაეცეს ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში. ამით არიან, რა თქმა უნდა, განაწყენებული ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცდილობენ სახელმწიფოებრიობის დაგნენებას. რა თქმა უნდა, ეს არ გავა, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. ქართული ოცნება პარალელს ავლებს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან, როდესაც კონკრეტული ევროპარლამენტარები ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდნენ და როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ანალოგიურად იყენებდნენ ამ საკითხს სახელმწიფოზე მიზანმიმართული თავდასხმისთვის. თავად სააკაშვილის პარტიაში კი ერთის მხრივ აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელი ძალადობის მსხვერპლია, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უპირველესად ინფორმაცია და განცხადება მისმა ადვოკატებმა უნდა გაავრცელონ. თქვენ თუ ახლა ევროპარლამენტარს დაუწყებთ იმაზე შემოდავებას, ეს რას ნიშნავს? თქვენი საქმეა ამ მდგომარეობაშია მზია ამაღლობელი, ასევე ქალბატონ მზია ამაღლობელს უნდა ვკითხოთ და მისი ადვოკატი თვითონ გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებებს. მე ამ დეტალებზე რა თქმა უნდა არ მაქვს ინფორმაცია. ფაქტია, მზია ამაღლობელი არის მსხვერპლი, ის არის პოლიტიკური პატიმარი და ადამიანი, რომელიც პოლიტიკური მეთოდებით როგორც მოქალაქე ებრძოდა ამ რეჟიმს. აქაური რადიკალური ოპოზიციაც კი არ ამბობს ამ ცილისწამებას. იმიტომ რომ ეს არის აშკარა ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია. ჩვენ ასეთები ბევრი გვინახავს. სტრასბურგის სასამართლოშიც კი წავიდნენ ზოგიერთი პოლიტიკის გადასარჩენად და მე აღმოჩნდა, რომ უკურნებელი სენი, როგორც არის დემენცია, თურმე არ ქონია. ამიტომ ამნაირ მოვლენასთან არ გვაქვს საქმე. აი ესეთი აშკარა ტყუილის გავრცელება, როგორ უნდა იკადროს ევროპარლამენტის წევრმა, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ჩვენ ბალტიელ დაუძინებელ მეგობრებს რაღაც ისეთი დავალება აქვს, რომ ყველაფერს გადროულობენ. განცხადება იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელს საპატრიმოში სცემეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. მადლობა. ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა პოლიტიკური განცხადებებით კურიერის პირდაპირ ეთერში. მორიგი სამარცხინო რეზოლუცია ასეთია პრემიერ-მინისტრის შეფასება სტრასბურგში მიღებულ დოკუმენტზე. ევროპარლამენტმა რეზოლუცია გუშინ დაამტკიცა. დოკუმენტში საუბარია ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების გაგრძელებაზე, სანქციებზე, პატიმრების გათავისუფლებაზე, ასევე ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე. რეზოლუციაში არის მოწოდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც. მე მგონი ამაზე პასუხისმგებლობა უნდა იყოს მთლიანად ევროკავშირის ბიუროკრატიამ. ეს არ არის მხოლოდ ევროპარლამენტის
სამარცხვინო ქმედება, ამაზე მე მგონი მთლიანად ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ძალიან სამარცხვინოა ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა კოლექტიური ნაცმოძრაობა. ამის გამო ქართველი ხალხის დაშანტაჟება არის უბრალოდ სირცხვილი. ამ ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, მათ შორის იმისათვის, რომ 2012 წლებში ბოლომდე მწვანე შუქს უნთებდნენ წინა ხელისუფლებას იმ უმძიმესი დანაშაულების კუთხით, რასაც ისინი ჩადიოდნენ. ხო, ადამიანების წამება, რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტერიტორიების გადაცემა, ამ ყველაფერზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული სააკაშვილის რეჟიმს, ნაცმოძრაობის რეჟიმს, სწორედ იგივე ბიუროკრატებისგან, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს საუბრობენ სამარცხვინო ენით და იღებენ სამარცხვინო რეზულტატს. არ არსებობს SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი, ასე პასუხობს ეროვნული ბანკი ევროპარლამენტის რეზოლუციას. უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს საბანკო საფინანსო სექტორი მტკიცედ იცავს როგორც ქართულ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმებს. ევროპარლამენტში გუშინ მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განიხილონ დამატებითი შემზღუდავი ნორმები, მათ შორის უდიდესი საერთაშორისო საბანკო ანგარიშწორების სისტემიდან საქართველოს გათიშვა. საფინანსო სისტემა განუხრელად იცავს სანქციათა რეჟიმებს, აღნიშნული პროცესის კონტროლი ხორციელდება ეროვნული ბანკის მხრიდან სისტემატურად, როგორც ადგილზე ინსპექტირებით, ასევე დისტანციური ზედამხედველობის ფორმით. მაღალი არის ქართული საფინანსო სისტემის შესაბამისობის დონე FATF-ის 12 რეკომენდაციასთან, რომელიც ეხება ფულის გათითრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ SWIFT-ის სისტემიდან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს. ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს საზოგადოება ქართული. ტექსტში ნათქვამია, რომ რეზოლუცია პირდაპირი რეაქციაა პარლამენტში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებმაც გარე ჩარევები აღკვეთა. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩვენი საზოგადოება ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მორიგ უსამართლო გამოხტომად აღიქვამს, რომელიც ეწინააღმდეგება მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტ დემოკრატიულ პრინციპებს და იგნორირებას უკეთებს ქართველი ხალხის ინტერესებს, ნათქვამია განცხადებაში. ევროპარლამენტის ანტიქართული პოლიტიკის შესახებ ბოლო წლებში არაერთხელ თქმულა, მათ შორის ჩვენი მხრიდანაც, თუმცა ბოლო რეზოლუციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ნათლად აჩვენა, ეგრეთ წოდებული ევრობიუროკრატია ევროპის სხეულზე Deep State-ის პარაზიტულ კორპორაციად იქცა, რომელიც სუვერენული ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს ფეხქვეშ თელავს. რეზოლუცია ისე გასცა დიპლომატიისა და სამართლიანობის ყოველგვარ ზღვარს, რომ მისი ავტორები ვეღარ ახერხებენ ნეოკოლონიური ზრახვების დემოკრატიული რიტორიკით შეფუთვასაც კი და ეს შემთხვევითი არ არის. ევროპარლამენტი გაღიზიანებულია იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე მიიღო და რომლებმაც ქვეყნის შიდა პროცესებზე გარე გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გადაწყვეტილებებმა მტკივნეული დარტყმა მიაყენა უცხოურ აგენტურასა და მის პატრონებს. ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუცია კი სწორედ იმ ზეწოლის ბერკეტების შეკვეცაზეა პასუხი, რომლებიც Deep State-ს საქართველოს დასაშანტაჟებლად ჰქონდა გამოყენებული. ჩვენი აზრით, საქართველოს პარლამენტმა ამ საკანონმდებლო პაკეტებით საგრძნობლად განამტკიცა ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და კავკასიური რყევების პირობებში კი სუვერენიტეტი არის ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ერთადერთი ინსტრუმენტი. ევროპარლამენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მორიგი მოთხოვნაც არ მიგვაჩნია შემთხვევითობად. ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტია. ამიტომ ვუცხადებთ მის და მის გუნდს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვის საქმეში. ანა წითლიძე ნაციონალურ მოძრაობასა და გახარიას გუნდს შორის თანამშრომლობაზე საუბრობს. თემაზე წითლიძემ კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა და განაცხადა, რომ გახარიასთან ერთად ნაციონალურმა მოძრაობამ მუნიციპალიტეტებში კოალიციები შექმნა. პარტია საქართველოში ფაქტი დღეს კიდევ ერთხელ უარყვეს. მართლ გუნდში კი ოპოზიციის მხრიდან მორიგ აღიარებაზე საუბრობენ. ამ თემაზე ანუკა ბუავა მუშაობს, ის მხარების პოზიციებს გაგვაცნობს. გისმენთ ანუკა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გახარიასთან დაკავშირებით არსებობდა მათთვის არაერთი შეკითხვა და თავად ექს-პრემიერი იყო მიუღებელი ნაციონალური მოძრაობისთვის, ექს-პრეზიდენტის პარტია მაინც ითანამშრომლა გახარიას გუნდთან და მათ შორის იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელიც სალმე ზურაბიშვილთან იყო შექმნილი და იკრიბებოდა ოპოზიცია არჩევნებამდე და არჩევნებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ანა წითლიძე ამბობს იმასაც, რომ შეიქმნა
კოალიციები გახარიას გუნდთან მიუხედავად ამ განსხვავებული დამოკიდებულებებისა თუ პოზიციებისა. დღეს ნაციონალურ მოძრაობაში სხვა წარმომადგენლებმაც დაადასტურეს ეს ინფორმაცია და თქვეს ის, რომ რაც ფაქტია, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს, მათ შორის არც ექს-პრემიერის გუნდის მხრიდან და შესაბამისად ამას რაიმე ეჭვების გაჩენა არ სჭირდება, მათ შორის გახარიას გუნდის მხრიდან, რომელიც ამ დრომდე არ აღიარებს იმას, რომ კოალიციური პარტნიორები იყვნენ ისინი ნაციონალური მოძრაობის, შესაბამისად გახარიას გუნდში დღეს თქვეს ის, რომ მათთვის ღიმილის მომგვრელია ანა წითლიძის განცხადება და პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ფორმით ისინი თანამშრომლობდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან, ვინაიდან როგორც ისინი ამტკიცებენ, ექს-პრეზიდენტის პარტია ექს-პრემიერის გუნდისთვის ისევ წითელი ხაზია. შეხვედრებზე თქვენ გახარიასთან ერთად ისხედით წინააღმდეგობის პლატფორმის შორის და უფრო მეტიც, კაცო, გახარიასთან ერთად ჩვენ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შევქმნით, იმიტომ რომ ჩვენ თვლიდით, რომ ჩვენ ყველას მიუხედავად ძალიან დიდი კითხვებისა გახარიასთან და მიუხედავად იმისა, რომ ფთაშესხმული ანგელოზი არასოდეს არ ყოფილა ფაქტები რაც არის, იცით ხო, რუსთავსა და ზუგდიდში ჩვენ ვითანამშრომლე ნაციონალურ მოძრაობა კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რომ ჩვენთვის თანამდებობები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ამ რეჟიმის დამარცხება და ამიტომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელ ძალას, მაგრამ ფორმალურად მაინც ოპოზიციაში მყოფ ძალას დაუთმეთ ყველა თანამდებობა იმ საკრებულოებში, სადაც ერთიანი მოქმედება განახორციელეთ და სადაც უმრავლესობა კონდა და აქვს ნაციონალურ მოძრაობას და გახარიას პარტიას. და ეს ფაქტია. სრულიად ღიმილის მომგვრელი ამაზე სერიოზულად ვერც უპასუხებ. ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არავითარი თანამშრომლობა, არავითარი კოალიცია, არავითარი ერთობა არ განიხილება. იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ისევე მივიჩნევთ ნაციონალურ მოძრაობას რეჟიმად, როგორც გვესახება ქართული ოცნება დღესდღეობით რეჟიმად. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ ნაციონალურ მოძრაობასთან, ამაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ. ნაციონალური მოძრაობა ჩვენთვის არის წითელი ხაზი. გახარიას გუნდს დღეს სახელმწიფო პარტიიდან შეახსენეს, რომ 4 მუნიციპალიტეტში მათ დღემდე აქვთ ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიცია შექმნილი და შესაბამისად ამ მიმართულებით დეზინფორმაციის გავრცელება არაპროდუქტიული იქნება, კონტრპროდუქტიული იქნება მათთვის. დღეს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა კომენტარი ოპოზიციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს ეხება და როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, ოპოზიცია ახლა არის სრულად დისკრედიტირებული, ისინი იღებენ უცხოურ დაკვეთებს და შესაბამისად ამ დაკვეთებით მოქმედებენ ისინი სხვადასხვა მიმართულებით. მთავრობის მეთაური ამბობს იმასაც, რომ არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო პარტიისთვის, რა კონფიგურაცია იქნება ოპოზიციაში, ვინაიდან ქართული ოცნება ემგზადება 4 ოქტომბერს 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვების მოსაპოვებლად. ამ შემთხვევაში ქალბატონი ანა არის აბსოლუტურად მართალი. 4 მუნიციპალიტეტში დღემდე აქვს შექმნილი კოალიცია ნაცმოძრაობას და გახარიას. ხო, ეს ფაქტია. ხა ამასთან დაკავშირებით ყვილის თქმას, რომ ცდილობ და საზოგადოების მოტყუებას, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. ხო, არ შეიძლება ამ დონის ტყვილი აგადრო საზოგადოებას, ამიტომ არიან დისკრედიტირებული. ყოველ ჯერზე ისინი ცდილობენ მოატყუონ საზოგადოებას, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ ტყუდება და საზოგადოება აფასებს სათანადოდ შესაბამისი პოლიტიკური პარტიების ქმედებებს. თუ რაც შეეხება მათ გაერთიანება, არ გაერთიანებას, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. ყველა მათგანი არის ერთი დიდი აგენტურა, გაერთიანდებიან, არ გაერთიანდებიან, რა სცენარში ჩაჯდებიან, ეს არის მათი პატრონების გადასაწყვეტი. ჩვენ ამაზე მარჩიელობით ვერ ასე ვთქვათ შევიწუხებთ თავს. ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნებისმიერ სცენარში ქართული ოცნება მოიგებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის ისე საკრებულოს არჩევნები მოახლოვდა და გარკვეულ პარტიებს უკვე კომპლექსი აქვთ, რომ როდესაც ვამბობთ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები არიან და ემიჯნებიან და ეხლა უკვე გადავიდნენ იმ რეჟიმში, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფასაც აყენებენ, რომ საზოგადოების თვალში დაფიქსირდნენ, რომ ცალკე მდგომი და ვის ატყუებენ. მთელ საკრებულოებში, მთელი 4 წლის განმავლობაში ნაცებთან მწვალებელთა პარტიასთან რო ქონდათ შეკრული კოალიცია. წალენჯიხი ხარ გინდა, ზუგდიდი გინდა, მთელი რიგი მუნიციპალიტეტებია. ეგ ვინ იყო? მე გახარიას მინდა მიმართო, ვის ატყუებს? და ეხა არჩევნები მოახლოვდა ამბობს, რომ არაო, მეო რას ამბობო, ნაცებთან რა საქმე მოქვს. დაბა ის რანაირად არის იქ? კოალიცია რო აქვთ. საბოტაჟი იყო. როდესაც
მერი იყო ჩვენი გუნდის წევრი, ხოლო საკრებულოების ხელმძღვანელები იყვნენ ეგრეთ წოდებული კოლექტიური, ანუ ნაცმოძრაობის წარმომადგენელი, ან გახარია, ან ნაცები. და შესაბამისად არაერთი საბოტაჟი რუსთავის დავიწყოთ. არაერთი განცხადება იყო, რომ ცდილობა ესა თუ ის პროგრამა დაებლოკათ. ხო გვახსოვს ეს? ისევე როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს გაიმართება, მერებსა და საკრებულოების წევრებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ. მადლობა, ანუკა ბუავა საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ამ წუთებში მედიისთვის კომენტარს აკეთებს დედაქალაქის მერი, პირდაპირ ეთერში გთავაზობს კალაძის განცხადებას. და ზოგადად რეკრეაციული არეალები. ჩვენ მთლიანად შევცვალეთ მიდგომები, დამოკიდებულება, წლების წინ დამკვიდრებული იყო ძალიან მავნე პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა პარკების გასხვისება, მწვანე გასხვისება იმისთვის, რომ შემდეგ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო. დღეს არის რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება, არც ერთი სამშენებლო პროექტი არ თანხმდება, თუ არ არის მასში მოცემული სკვერის ან რეკრეაციული სივრცის პროექტის განხორციელება. განცხადებენ, რომ არ დაუშვებენ არჩევნების ჩატარებას. საუბარია თვითმმართველობის არჩევნებზე, ასევე მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ამბობს, რომ არის არჩევნები, არც ბოიკოტი. აი, ხომ არ არის თანხმოედრა ამ განცხადებებს შორის და ასევე, ანუ რა დგას ამ განცხადებების უკან თქვენი აზრი? ხო, ნუ არ ვიცი, ხა დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს მეორეს, აშკარად ჩანს, რომ არეულები არიან. თუმცა ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ისინი რას გააკეთებენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვისმენთ გარკვეული პარტიების მხრიდან, რომ ისინი ემზადებიან არჩევნებისთვის. აქ თავარი არის ჩვენი პოზიციები. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს უკვე დაწყებული აქვს ზაობა საარჩევნოდ. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ კამპანიას, საზოგადოებას მივაწვით კონკრეტულ ინფორმაციას პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს, იმიტომ რომ ერთადერთი ძალა არის ქართული ოცნება, ვინც ემსახურება საქართველოს, ვინც ემსახურება ქართველ ხალხს და არ იმართება გარედან, როგორც ეს გვაქვს ამ რადიკალების შემთხვევაში. გიორგი გახარია ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მისთვის წითელი ხაზია. დღეს ანა წიფლიძემ დაადასტურა და გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ შექმნით კოალიცია წინა არჩევნებთან მიმართებით, წინა არჩევნებზე არის. გიორგი გახარია ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მისთვის წითელი ხაზი, თავის მხრივ დღეს წიფლიძემ გუშინ უფროსურად თქვა ამის შესახებ, რომ ჩვენ კოალიცია შექმნით ერთიანი ნაციონალური მოძრაობასთან წინა ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები ხარ, რეალურად ხო ვიცით რეგიონებში გვაქვს კონკრეტული რაიონების სახეზე, სადაც საკრებულოებში ჩვეულებრივი კოალიცია შექმნეს და ისინი ჩვეულებრივად თანამშრომლობენ დღესაც ნაციონალურ მოძრაობასთან. ნახეთ აქ მთავარი რა არის. შეიძლება ჩვენ ვიხილოთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, შეიქმნას რაღაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ერთ და იგივე სახეებით, ვინც ნაციონალური მოძრაობის წიაღში არის აღმოცენებული, ვიღაცა გვიან შეუერთდა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ყველა დაჯგუფება იმართება გარედან. მათ ყავთ ერთი პატრონი, როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, რომ ეს იყოს ერთიანი პლატფორმა, ცალკე დაშალონ პარტიება და რაღაც ახალი სახელები დაარქვათ. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხალხმა ყველა მიცის, ვინ რას წარმოადგენს, როგორია მათი პოლიტიკური წარსული, პოლიტიკური ატყო, ვის ემსახურებიან, რას ემსახურებიან. ერთი არის ცხადი, რომ ისინი არც საქართველოს და არც ქართულ ხალხს არ ემსახურებიან. რასა იუკნებით შენეს განცხადებაზე, რომელსაც თქვა, რომ ზია ამაღლობელი ცემესო. რა მიზანი აქვს? ზია ამაღლობელი ცემესო, რასა იუკნებით შენემ თქვა ასეთი რაღაც, რა მიზანი აქვს ამ ტყუილს და ამ ფონზე, როდესაც ესეთ ტყუილს ამბობს იუკნებით შენე, რა ფასი აქვს მის რეზოლუციებს და იმ დოკუმენტებს, ასაც ჩვენ ხედავთ. ანუ აღნიშნულ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს. საქმესთან დაკავშირებით არანაირი ფასი არ აქვს, იმიტომ რომ ზოგადად აღნიშნული რეზოლუციები დაფუძნებულია ტყუილზე, ციცრუეზე, ჩვენ ვიცით, როგორ იწერება ეს რეზოლუციები, ჩვეულებრივად ფულს იხდიან ამაში, გაჯერებულია ტყუილით, ეხლა რა რეზოლუციაზეა საუბარი, როდესაც გეუბნებიან, რომ მაგალითად სააკაშვილი, რომელიც ევროპულმა სასამართლომაც დაადანაშაულა და აღიარა ის რაც აქვს მას მისჯილი, გეუბნებიან, რომ უნდა იქნეს განთავისუფლებული. იგივე ქალბატონ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით პირდაპირ ვნახეთ, თუ როგორ ურტყავს ხელს პოლიციას და როგორი დანაშაული ჩაიდინა. ანუ პირდაპირ მიდის საუბარი, რომელიც არის გაჯერებული ტყუილით, პირდაპირ გეუბნებიან თეთრზე შავია და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მძიმე
იმიტომ რომ ხალხი ამას ყველაფერს ხედავს, ხალხი ამ ყველაფერს უყურებს და დღევანდელი ევროპა ფაქტიურად დაცლილია იმ სამართლიანობისგან და იმ ძირითადი ფუნდამენტებისგან, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ქართველი ხალხის მიმართ, რომ ევროპული მომავალი, ზოგადად ევროპული მომავალი არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე დაფუძნებული, სამართლიანობაზე დაფუძნებული და დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისგან დაცლილია. რატომ ორი წელი გავიდა? ბატონ გახავთ, ანუ რატო არის ამაზე ყურადღება გამოხმელებული რასა ხო, ნუ ვერ გეტყვით რა, ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ ისეთ ქმედებებს და ახალისებენ ისეთ ქმედებებს, რომელიც ხელს შეუწყობდა შესაბამისი ინსტიტუციების ჩამოშლას. როდესაც შენ აყენებ პოლიციელს შეურაცხყოფას, ესვრი მოლოტოვის კოქტეილს, ესვრი სხვადასხვა მძიმე საგნებს და ამ ყველაფერს ახალისებ და ხელს უწყობ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან მძიმეა, რომ ამაში მაგალითად ჩართულია ევროკავშირის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირი, ზოგიერთი საელჩო პირდაპირ ახალისებს პოლარიზებას და ექსტრემიზმს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ბატონ გახა, 2 წელი გავიდა დათუნა ჟღენტეს ტრაგიკული დაღუპვიდან, გახსოვთ წყნეთის შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ დედამისთან ჩავწერეთ ინტერვიუ, რომელიც გვეუბნება, რომ 2 წელი აითხოვს თქვენთან პირადად შეხვედრას, მას შეკითხვები აქვს, გასაზიარებელი აქვს თქვენთვის რაღაც, არ გვიკონკრეტებს რა, ნუ დიდი ალბათობით ეს უკავშირდება გამოძიებას. ამ მიმართულებით შეხვედრა უნდა ადამიანს ჩემთან და ვერ მოახერხა, ნუ მე მსგავსი ფაქტი არ მახსოვს, რომ ვინმეს მოეთხოვოს შეხვედრა, თუნდაც კალბატონს, რა პრობლემაა შეხვედრის გამოძიებას რაც შეეხება, ეგ შეკითხვები მე მგონი არ უნდა დავუსვით შესაბამის უწყებას და ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ეს არ არის მერიის საქმე, დავუსვით შესაბამის უწყებას კითხვები და მიიღოთ პასუხი. ბიჯეტის საქმეზე თქვენ ამ დრომდე არ გაგიკეთებიათ კომენტარი, ბატონ კახა, თქვენთვის რა დეტალები არის ცნობილი მის საქმესთან დაკავშირებით? ვინ ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს კორუფციაზე, ვინ ზდებდა ბრალს და ბანკების მფარველობას? ვერ გეტყვით, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის დღეს თორნიკეს ჩამრთელობა, მინდა მას მალე გამიჯამრთელება უსურვო. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დანარჩენს მე ვერაფერს ვერ გეტყვით. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, კომენტარს რაც შეეხება მე გუშინ დავბრუნდი საქართველოში და კიდევ ერთხელ მინდა თორნიკეს მალე გამიჯამრთელება უსურვო და წარმატებები ყველაფერში. სამართლებრივი პროცესი გაგრძელდება და ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ინფორმაცია. მაგალითად, იმიტომ რომ ეს კითხვები პოლიტიკურ სპექტრში განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც რომეო მიქაუტაძე აკავეს კი იცით რა ბრალდებითაც აი ელოდებით რომ შემდეგი შესაძლოა მაგალითად თქვენ იყოთ. თავი დაანებეთ ამ ბინძურ კამპანიას, რომელშიც ჩართულია თქვენი კონკრეტული ტელევიზია. თავი დაანებეთ ამ სიბინძურეს და მიხედეთ საკუთარ თავს და საკუთარ საქმეს. ევროპარლამენტის ჯგუფმა გააკეთა ვებგვერდი, სადაც წერია თუ ვის რამდენი. თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენთ კახი კალაძეს, რომელიც ამ წუთებში მედიის შეკითხვებს პასუხობს. მანამდე დედაქალაქის მერმა გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით საზოგადოებას ანგარიში გააცნო. კახი კალაძე მისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც დედაქალაქში 2018 წლიდან განხორციელდა. მათ შორის მოეწყო და აღდგა 2600-მდე პარკი და სკვერი, რეკრეაციული სივრცეები 375 ჰექტარზე, 152 ჰექტარზე აღდგა და განახლდა ტყე. ანგარიშს პრემიერ-მინისტრთან ერთად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების არომადგენლების ესწრებოდნენ. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ზღვის უბანში, რომელიც წლების წინ იყო ჩვეულებრივი ჭაობი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ მოვედით ადგილზე, შევხვდით აქ მაცხოვრებლებს, მათ მივეცით პირობა, რომ ეს სივრცე იქნებოდა მთლიანად მოწესრიგებული. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ზღვის უბნის პარკი თბილისში არის ყველაზე დიდი დასასვენებელი სივრცე, რომელიც მოიცავს 25 ჰექტარს. აბსოლუტურად შევცვალეთ ის მავნე პრაქტიკა, რაც იყო დამკვიდრებული. ჩვენ გვახსოვს, რომ ხდებოდა გასხვისება რეკრეაციული სივრცეების, ხდებოდა გასხვისება პარკების, იმისთვის რომ შემდეგ იქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო. მთლიანად შევცვალეთ მიდგომები. მოგვიწია კონკრეტული სივრცეების გამოსყიდვა და დაბრუნება მუნიციპალიტეტისთვის, რომ იქ არანაირი მშენებლობა არ განხორციელებულიყო და ბევრი ასეთი ტერიტორია დაუბრუნდა თბილისს. ძალიან მიხარია და ამაყივა, რომ ჩვენი პოლიტიკით და განხორციელებული პროექტებით ჩვენ შევქმნით ქალაქში უამრავი მიზიდულობის სივრცე, მიზიდულობის ცენტრი, ყველა რეაბილიტირებული პარკი, ყველა რეაბილიტირებული სკვერი, ახალი შექმნილი პროექტები, ნახეთ,
გადავსებულია ადამიანებით. ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის დაცვა, აღდგენა და მდგრადი მართვა. ესეც რა თქმა უნდა უნიშნელოვანესია. მე მინდა აქ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, საქველმოქმედო ფონდ ქართულს, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ბატონ ბიძინას ხელმძღვანელობით. ეს არის მთაწმინდის ფერდის გამწვანებითი სამუშაოები. ყველამ ნახა, ამდენად შთამბეჭდავია შედეგები, მარტო ციფრებიც მეტყველებს ყველაფერზე 2600 დაახლოებით პარკი დასკვერი მოეწყო. 650,000-ზე მეტი ნარგავი შეემატა ჩვენს დედაქალაქს. გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი, ყველა მიმართულებით არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგები და თქვენ ასევე ხედავთ, როგორი გემოვნებით არის შესრულებული ყველა პროექტი. ამის ერთ-ერთი დასტური არის თემქის პარკი, სადაც ხელშეუხობებით ძალიან შთამბეჭდავია კიდევ ერთხელ ვიტყვი შედეგები, რომელიც გვაქვს არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ზოგადად დედაქალაქის განვითარების კუთხით. და მადლობა ეკუთვნის რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დედაქალაქის მერს ამ პროექტებისთვის და მთლიანად იმ ზრუნვისთვის, რომელსაც ჩვენ ხედავთ დედაქალაქის მიერ. 4 წელი და 6 თვე საქალაქო სასამართლომ საბა ჯიქიას საქმეზე ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მანამდე ბრალდებულმა სიტყვის უფლებით ისარგებლა. ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წაყენებული. რა თქმა უნდა, ამას გავასაჩერებ. მტკიცებულებები არ იყო გამოკვლეული საერთოდ და მტკიცებულებების გამოკვლევაზე დაყრდნობით განაჩენის გამოტანა არის საპროცესო კოდექსის დარღვევა. თავად ჭედლიშვილმაც განმარტა, რომ არ იქნა გამომძიებელი დაკითხული, რომელმაც დისკი მოიპოვა, ასევე განმარტა ის, რომ წერილობით მტკიცებულებები არ იქნა გამოკვლეული და მეტს ახლა ვეღარაფერს ვერ იზრავდა. პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეფედრონი, მეთადონი და ალფა-პვპ. ასევე მათი დაფასებისთვის საჭირო ნივთები. ისრაელის, რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ქვეყნის ნარკოპოლიტიკა იყო ღამის კურიერის მთავარი თემა. განმარტებები პირდაპირ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. მიხეილ სარჯოლაძემ ისაუბრა უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და გეგმებზე, ასევე მთავრობის ახალ ინიციატივებზე, რომლებიც ჩანაცვლებით თერაპიას და ფსიქოტროპულ წამლებს ეხება. მინისტრის განცხადებით, ლიბერალურმა მიდგომამ არ გაამართლა, რაც კანონების გამკაცრების მიზეზი გახდა. კიდევ ერთხელ შესაძლებლობით ვსარგებლობდა როგორც საგარეჯო ექიმი. რასაკვირველია. დრო მაჩვენა მათ შორის და გამოცდილება მაჩვენა, რომ ფაქტია, რომ ამ ლიბერალურმა მიდგომამ არ გაამართლა. ამას რო გაემართლებინა, რეალურად საზოგადოებას ამდენი პრობლემა ამ მემართულებით არ ექნებოდა. და აღქმა იმისა, რომ რეალურად პრობლემაა. მე არ შემიძლია ვთქვა სამწუხაროდ, რომ ლიბერალური მიდგომის დანერგვის შემდეგ მაგალითად შემცირდა ნარკომომხმარებელთა რაოდენობა. ჩვენს შემთხვევაში უდაოდ აღმოჩნდა, რომ ამ ლიბერალურმა მიდგომამ გამოიწვია ავადმოხმარების შემთხვევების, ასე ვთქვათ, პრაქტიკის გაჩენა და დანერგვა. სამწუხაროდ არადანიშნულებისა მებრ ფუნქციონირებდა ძალიან ბევრი ისეთი ინსტრუმენტი და მექანიზმი, რომელიც სინამდვილეში ცოტა განსხვავებული მიზნით უნდა ყოფილიყო დანერგილი. ჩანაცვლებითი თერაპიის ფუნქცია უნდა იყოს საბოლოო ჯამში ის, რომ ადამიანი განიკურნოს. მე არ მგონია, რომ უბრალოდ ავადმყოფისთვის აი რაზეც დამოკიდებული ადიქციას რაც იწვევს, იმის მიწოდება პერმანენტულად, რომ იყოს მკურნალობა. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება პაციენტისადმი. პაციენტი მოითხოვს ხშირ შემთხვევაში მკაცრად მიდგომას, საიმისოდ რომ მას მოეხსნას ის, რაზედაც ის დამოკიდებულია. თბილისში ბინის ქურდობის ფაქტი გახსნა პოლიციამ. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში ირანის მოქალაქის ბინაში შეაღწია და სხვადასხვა ძვირად ღირებულ ნივთთან ერთად $13,000 მოიპარა. დარგურდალი ნივთები და თანხის ნაწილი ამოღებულია. ასევე ამოღებულია საკეტის გამღები ინსტრუმენტები. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს მერქნიანი მცენარის უკანონოდ გაჩეხვის ბრალდებით. გამოძიების ინფორმაციით, მის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც მას უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა გადაჰქონდა. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მსხვერპლი მოყვა ოკუპანტების თავდასხმას კიევზე. დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავებულია 16. რუსეთმა დედაქალაქზე იერიში ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მიიტანა. განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზელენსკი რომში ტრამპის წარმომადგენელს კიტ კელოგს შეხვდა. იმჩელეს სამხედრო დახმარებისა და რუსეთისთვის ახალი სანქციების შესახებ. უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა ამერიკის პრეზიდენტმაც, რომელიც ქვეყანაში პეტროიტის ტიპის თავდაცვის კომპლექსის გაგზავნას განიხილავს. აბუ-დაბიში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა მიმდინარეობს. მედიის ცნობით, მიზანი სამშვიდობო შეთანხმების დასრულებაა. ეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრაა. მას შემდეგ, რაც მხარეები სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე შეთანხმდნენ. ტრამპმა მაია სანდუს აცნობა, რომ 1 აგვისტოდან ამერიკა მოლდოვას 25%-იან ტარიფს უწესებს. შტატების პრეზიდენტმა კიშინევში წერილი გაგზავნა. ტექსტში ნათქვამია, რომ შტატებში წლების განმავლობაში განიხილავდნენ მოლდოვასთან სავაჭრო ურთიერთობებს და დაასკვნეს, რომ სავაჭრო დეფიციტის შესაჩერებლად საჭიროა გადასახადების დაწესება. ტრამპის განცხადებით, სავაჭრო დეფიციტს მოლდოვის სატარიფო პოლიტიკა და სავაჭრო ბარიერები ქმნიდა. მსგავსი წერილები მოლდოვასთან ერთად მიიღეს კიდევ 7 ქვეყნის პრეზიდენტებმა. ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხს. ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ევროკომისიის პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მიცემას. უნდობლობის ვოტუმის ინიციატივა 75 ევროპარლამენტარს ეკუთვნის. ისინი ევროკომისიას გამჭვირვალობის ნაკლებობასა და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ. ბრალდებებს შორის არის გერმანიისა და რუმინეთის არჩევნებში ჩარევაც. ნიდერლანდების სენატმა ფოიერვერკების აკრძალვას მხარი დაუჭირა. მთავრობას სურს, რომ გადაწყვეტილება 2027 წლამდე ამოქმედდეს. მედია წერს, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მუნიციპალიტეტები ამ შეზღუდვას უკვე დიდი ხანია ითხოვენ, რადგან გასულ წლებში მეხანძრეებზე, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებზე ხშირად ხდებოდა თავდასხმა პიროტექნიკით.